ჩვენთან არის ღმერთი. შევუდექით დიდი მარხვის ასპარეს, სულიერს და ხორციელსაც ამავე დროს და დღეს არის ეკლესიის მიერ გახსენება ადამის 60-დან განდევნისა. ესე იგი, იწყება დიდი მარხვა განდევნიდან, 60-დან განდევნით და სრულდება მაცხოვრის აღდგომით. ერთგვარი გზა არის გასავლელი, ეკლესია ამას გვეუბნება, რომ ეს 40-ეული უნდა იყოს ნაყოფიერი იმ კუთხით, რომ ადამიანმა რაღაცა შეიძინოს უნდა. ძველი კაცი ვარ მე, შეიძლება ესე ვთქვათ, ადამის შთამომავალი, ძველი აღთქმისეული პერიოდის კაცი. სწორედ ამიტომ გვიბიძგებს ამაზე ვიფიქროთ დედა ეკლესია, რომ ადამის დაცემის შემდეგ მისი შთამომავლობა არის დაცემულ მდგომარეობაში, ვიდრე მაცხოვრის აღდგომამდე. ესე იგი, მთელი 40-ეული მსგავსია იმ 40 წლისა, როდესაც ებრაელები ხეტიალობდნენ უდაბნოში. შეიძლება ამას გავაუიგივოთ. მაგრამ არა მხოლოდ უდაბნოს ხეტიალი იგულისხმება, არამედ მთელი ძველი აღთქმის ხეტიალია ამ შემთხვევაში ჩადებული, ამ დიდი მარხვის განმავლობაში. ესე იგი, ადამმა რაც დააშავა, რამაც გამოიწვია ეს დაცემა, სწორედ ის აღადგინა მაცხოვარმა თავისი განკაცებით, თავისი სასწაულებით, თავისი ჯვარცმითა და თავისი აღდგომით. ესე იგი, კულმინაცია ამ დაცემისა არის მაცხოვრის მეორე ადამის მკვდრეთით აღდგომა. ძალიან საინტერესოა, თქვენ ახლა იცით ამას ყველაფერს მე არ მოვყვები, რაღაცა ეპიზოდურად მინდა შევეხო ამ მდგომარეობას ადამისას, რაც ხდებოდა ჯერ 60-ში და შემდგომ როგორ დაეცა, რა შეეძინება ადამიანს დაცემის შემდეგ. ეს პირველი საკითხი, რატომ იქმნება ადამიანი სულ ბოლოს, მე-6 დღის ბოლოს, მე-7 დღეს, თქვენ იცით, ღმერთმა დაისვენა წმინდა წერილის თანახმად. ესე იგი, ყველაფერი შექმნილია, ზღვა, სცენარები, ყველაფერი აბსოლუტურად და სულ ბოლოს ცხოველები იქმნება, აი ცხოველების ბოლოს ღვთისხატა და მსგავსებად იქმნება ადამიანი. რატო ესე ბოლოს? წმინდა გრიგოლ ნოსელის პასუხია, კიდე სხვა პასუხიც არის ურთიერთ დამტევი და გამაგრძელებელი, მაგრამ ჯერ გრიგოლ ნოსელის პასუხს მოусმინოთ. ესეთი ძეგლი აქვს მას დაწერილი შესაქმისათვის კაცისა, ანუ ადამიანის შექმნის შესახებ. და ამ ძეგლში ამბობს ესეთ რამეს, რომ როგორც მეფეს არ ეკადრება განუმზადებელ სასახლეში შესვლა, ასევე ქმნილების მეფე არის ადამიანი. ღვთისხატად შექმნილი ის არის ამ ქმნილებათა შორის. და შესაბამისად ღმერთმა განუმზადა სასახლე, ანუ მთელი სამყარო და მომზადებულ, გასუფთავებულ სასახლეში შედის მეფე, ღვთისხატად შექმნილი. ამიტომაც იქმნება ადამიანი სულ ბოლოს. და მეორე პასუხი არის განუშორებელი ამისაგან. ესე იგი, როგორც მეფე ვთქვი ჩვენ, მაგრამ ამავე დროს ხო შეიძლებოდა ადამიანს დაუფლებოდა ამ პარტავნება. მე მეფე ვარ იტყოდა. შემომხედეთ ქმნილების გვირგვინი ვარ მე. და მეორე განმარტება ამბობს, რომ არ ჩავარდნილიყო ადამიანი ამ პარტავნებაში, უნდა ეფიქრა, რომ ჩემ წინ ყოღოც კი შექმნილია. ესე ჩემ წინ არის შექმნილი ის ყველაფერი. და თუ ბოლოს ვიქმნები მე, რაზე ვარ ყოღოზე აღმატებული. ესე იგი, ერთი მხრივ მეფეობა, სამეფო პატივი, ხოლო მეორე მხრივ ამ პარტავნების დასაცხრომად ღმერთმა ისიც ჩადო, რომ არ ეთქვა ადამიანს, რომ მე პირველი შევიქმენი, იმიტომ რომ მასზე წინ პატარა ყოღო იყო შექმნილი.
ნუ შენზე აღმატებულია თუ აიმაღლე თავი ადამიანო. ესე იგი ერთი მხრივ სამეუფეო პატივი ჩადო რა თქმა უნდა, ხოლო მეორე მხრივ ამ პარტავნებისაგან დახსნა ამავე დროს. ეს პირველი, ეხლა მეორე. როდესაც ბედნიერად ცხოვრობს ადამიანი სამოთხეში, თქვენ იცით რომ ეშმაკი გველის სახით მიდის მასთან. და რას ეუბნება? საინტერესო სიტყვებია. ჭამეთ ეს ნაყოფი და ღმერთებივით გახდებით თქვენ. ესე იგი, მანამდე ადამიანს ყავს ჭეშმარიტი მოძღვარი ღმერთი, მასთან ურთიერთობა აქვს, არაფერი არ უჭირს კაცს. ნეტარეული ცხოვრებაა. გამოჩნდება მეორე მოძღვარი, დამრიგებელი ჭკუისა, რომელიც ეუბნება ასეთ რამეს, ღმერთებივით გახდებით თქვენ. და საინტერესოა, ვინ სთავაზობს ამას? თავად ღარიბი, თავად მშიერი, თავად დამარცხებული სთავაზობს მეფობას, ღმერთობას, ჩაცმულობას, დანაყრებულობას. ვისი მეფია ეშმაკი? სიღარიბისა. რატოა სიღარიბის მეფე? რატო არის მის სამფლობელოში სიღარიბე? ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ ამაზე. ეშმაკეულობა ადამიანში ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი შეპყრობილია სხვადასხვა ვნებებით. ჩვენ ვეძებთ ეშმაკებს რქიანებს ხანდახან ქუჩაში, ან ნეტა სად არის ეშმაკი? ჩვენ ხო ესეთ მდგომარეობაში ვართ, მაინც და მაინც რაღაცა სიგიჟე უნდა დავინახოთ. ნაციზმის სახით გამოვლენილი და მაშინ ვიტყვით, რომ აი ეს აშკარად შეპყრობილია, აშკარად ეშმაკისეულია. მაგრამ ეკლესია ესე არ ასწავლის. ეკლესია ასწავლის, რომ ყველა ადამიანი, ყველა ჩვენგანი, თუ კი რომელიმე ვნებით არის შეპყრობილი, უკვე ეშმაკისეულია. შორს კი არ უნდა ვიაროთ, საკუთარ თავს შეხედე. როცა დამოკიდებული ხარ მოწევაზე, შეპყრობილი არა ხარ, აბარა არის. ლოთი როცა ხარ ადამიანი, ან კიდე სხვა ვნებებში, მრისხანების ვნებაში რომ აბა შეპყრობილი არა, ყველაზე დიდი შეპყრობილობა მრისხანებაა. ნაბუქოდონოსორი იყო ასეთი, შეპყრობილი, ავადმყოფი, მრისხანები და ამპარტავნებით. და ასე შემდეგ. ანუ შორს წასვლა არ გვჭირდება. შეპყრობილობა აქვეა ჩვენს გულშია. და რატო ვამბობთ ამას? აი ამ შეპყრობილობის მეფე არის ეშმაკი. და ჩვენ თქვით, რომ არის სიღარიბის, შიმშილის მეფეა იგი. გამოსილია და თვითონ სთავაზობს ადამიანებს, რომ მრავალფერადი შესამოსლით შეგმოსავთ. თავად არის დამარცხებული და წარმოაჩენს საკუთარ თავს, თითქოს გამარჯვებული იყოს. აი ესეთ მოძღვარს მოусმინა ადამმა და გაღარიბდა სინამდვილეში. ის მადლი მოიცილა, რაც ღვთისა იყო. და რატო არის მშიერი, ჩვენ რო თქვით? იმიტომ რომ რამდენადაც არ უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი თავის ვნებებს, ვნება ყველა ვნება აბსოლუტურად ყველა არის დამოკიდებული და დაკავშირებული სიამოვნებასთან, აუცილებლად. სხვაგვარად ვერ იმოქმედებდა ადამიანზე. ყველა ვნება სიამოვნების მომნიჭებელია, მაგრამ როგორი სიამოვნებისა, რომელიც არის წამიერი, გრძელდება რამოდენიმე წამი, შეიძლება წუთი. და ამას შემდგომ მოყვება მთელი სინანულის მიერი მდგომარეობა, მთელი წამება ადამიანის. ესე იგი, რამდენადაც აკმაყოფილებს ადამიანი ამა თუ იმ ვნებას, უფრო მშიერი ხდება. ესე იგი, არის იმ სამეუფოში, სადაც ეშმაკი ზეობს, მაგრამ ყოველთვის მშიერია. მაგრამ იტყუებს ნელ-ნელა, თანდათანობით, რომ მე აგერ მოგეცი შესამოსელი, ღმერთობა დაპირდა დამარცხებულმა ეშმაკმა ღმერთობის შემპირებელი ადამიანისადმი. ისი, იმ მეფე ხო ხარ, მაგრამ მეფე რა საჭირო? ღმერთი უნდა იყოს შენ.
როგორ გეკადრება მეფობა ადამიანსეუბნება, შეიძლება ასე ვთქვა ჩვენ. და მეფობაც დააკარგვინა და შიმშილით გძრება დღევანდელ დღესაც ცხოვრება ჩვენ. შიმშილით თქვენ ხვდებით, რომ ჩვენი ვნებების დაუკმაყოფილებელი მდგომარეობით. რამდენადაც ვითარდება ვნება, ავადმყოფობა ადამიანში, იმდენად უფრო მშიერი ხდება. უფრო მეც სითხოვს, ვეღარ აკმაყოფილებს. ყველა სფეროში ესია. რაც უფრო დიდი ლოთია, უფრო მეტი უნდა და ვერ აკმაყოფილდება. რაც უფრო მეტად მწეველია, უფრო მეტი უნდა და ვერ ჩერდება. რაც უფრო ცოლის მოღალატია, უფრო მეტი და მეტი უნდა და ვერ ჩერდება. რაც უფრო წამლის მომხმარებელია, დოზა იზრდება და უფრო მეტი უნდა, ვიდრე არ მოკვდება და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა მათგანი სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. სიამოვნება რო არიდოს, ადამიანი უარს იტყოდა. ეშმაკმა იცის ძალიან კარგად ეს ხრიკები და ეუბნება, აი პური. ოღონდ ემას რო შეჯამ, მე უფრო დიდი პური დაგჭირდება. იმის მერე უფრო დიდი. და აი ღარიბმა ქმნილებამ უთხრა, რომ შენ ღმერთი იქნები, დამარცხებულმა შესთავაზა ღმერთობა. მშიერმა სიმაძღრეს დაპირდა. გამოსილმა შიშველმა შეგმოსავო ეუბნებოდა. და დაუჯერა. ძალიან ადვილი გზა არის ეს და მაგიტო. ღმერთი ვიქნები მოღვაწეობის გარეშე. უცბად, მაგიურად რაღაცას გავაკეთებ და უცბად გავხდები ღმერთი. დაუჯერა მეორე მოძღვარს. ის პირველი მოძღვარი არ არის საჭირო. არ არის ჩემი მამხილებელი და ჩემი მასწავლებელი. და დაუჯერა მეორეს. აი რომ დაუჯერა და გაღარიბდა ადამიანი, დაეცა იმ მეფური მდგომარეობიდან. წმინდა წერილში ნათქვამია ასეთი რამ, რომ შეიმოსა მან, აი ესე ადამა ლეღვის ფოთლები. შიშველი იყო და შეიმოსა ამ ფოთლებით. ძალიან საინტერესო განმარტებაა, რატო ლეღვის ფოთლები. იყო ესეთი წმინდა მამა არ იყო, იყო ღვთისმეტყველი იუდაური წარმოშობისა. პირველ საუკუნეში ფილონ ალექსანდრიელი. ეს იყო ებრაელი კაცი, რომელმაც მთელი ძველი აღთქმა გადმოიტანა ფილოსოფიურ ყაიდაზე. ესე როგორ ხსნიდა, ისე კი არა, როგორც დღეს ებრაელები ემორჩილებიან ძველ აღთქმას, შაბათობა თუნდაც, წინა დაცვეთა და კიდე სხვა საკითხები, პირდაპირ იგებენ. არამედ ფილონ ალექსანდრიელმა, ფილოსოფოსმა, იუდეველმა გაიგო ძველი აღთქმა ალეგორიულად. და ესეთ რამეს ამბობს. რა მისცა ღმერთმა, რითი შემოსა ღმერთმა ადამიანი დაცემის შემდეგ ლეღვის ფოთლებით. და ამბობს ასეთ რამეს, რომ ლეღვის ნაყოფი ძალიან გემრიელია, კი ნამდვილად გემრიელია, მაგრამ ფოთოლი მისი ძალიან უხეში. აი ამ სიუხეშით შემოსა ღმერთმა ადამიანი. რა არის სიუხეში, რა არის? სიუხეში თურმე არის ჩვენი სინდისიერება. ლეღვის ფოთოლი არის ჩვენი სინდისი. და ნამდვილად უხეშია. ათეისტები რას ამბობენ? სინდისიო ადამიანის განვითარების შედეგად შეეძინა ადამიანს. ადამიანის განვითარების შედეგად უხეში სინდისი კი არ უნდა წარმოშობილიყო. რაც უფრო უსინდისო იქნებოდა, უფრო კარგი არის ადამიანისათვის. თავისუფალია უფრო და მაგიტო. და სინდისი რა არის, რატოა უხეში? იმიტომ რომ შენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამას ფილოსოფიურ კატეგორიაში ფილოსოფოსები, მათ შორის ყველაზე დიდი ერთ-ერთი იმანუელ კანტი, გერმანელი, ამბობს, რომ ჩემში ცხოვრობს კატეგორიული იმპერატივი. სინდის ასე უწოდებს.
იმპერატივი ნიშნავს იმპერატორი, ბრძანებელი. და ეს ბრძანებელი არის კატეგორიული. ანუ იმას კი არ მეუნება, შენ როგორც გინდა ისე გააკეთე. არა, შენ ვალდებული ხარ რომ გააკეთო. შენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ადამიანი რო კვდება და შენ თავი რო გაწირე, ამისკენ მიგითითებს, უნდა გაწირო შენ, გინდა თუ არ გინდა კი არა და მაწყობს თუ არა. შენ ვალდებული ხარ რომ გააკეთო ეს. ამას გეუბნება სინდისი. სიუხეშე, შენთვის სიუხეშია და როგორ შეიძლება თუ კი ადამიანი განვითარდა, ისეთი სიუხეშე მოიგონოს, რაც სინდისიერებაა. განვითარებულობა ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად თავისუფალი ვარ მე, ამ ყველა როგორც ღორი, როგორც ზაღლი, წაართმევს რაღაცა საკვებს და არ იტანჯება ამის გამო. ადამიანმა ესეთი რამე რო გააკეთო, მთელი ცხოვრება დაიტანჯება. ეს არის სიუხეშე სინდისისა. ესე ნაპერწკალი ღვთისხმისა, რომ შენ როგორ უნდა იცხოვრო, ვალდებული როგორ ახარ, რომ იცხოვრო. აი ესე. თვითონ სინდისი ტერმინი არ არის ქართული ტერმინი. იმდენად შთამშრალულია ჩვენ ენაში, რომ გონია, რომ ნამუსი და სინდისი არის ქართული სიტყვა. სინამდვილეში ეს არის ბერძნული სიტყვა. ბერძნულში არის ესეთი წინსართი სინ არის თანა და დეოს არის იდეა. ესე იგი თანა იდეა. ესე ითარგმნება ქართულად. აი რუსულად რო გადმოვიტანოთ, რუსული უფრო ასახავს სოვესტ. ვესტ არის რაღაცის თქმა, ამბავი და სო არის შეთანხმება. ესე რაღაცის თანა ამბავი, აი ესე ითარგმნება რუსულად. ეს სინდისი. ჩვენში პირდაპირ გადმოდის ეს. ესე რასთან თანა ამბავი რასთან? ვისთან თანა ამბავი? ღმერთთან. სინდისი იდეა თანა იდეა. ვისთან? ღმერთთან. იმიტომ რომ მე ვერსად ვერ ვიპოვი სინდისიერების დამბადებელს. ჩემში საიდან არის ეს სინდისიერება? თუ არა 60-დან გამოდევნის შემდეგ. და აი ამ სინდისიერებით, აი ამ ფოთლებით ვართ შემოსილები ადამიანები. ამ სიუხეშით. ადამიანს არ აჭირდებოდა სინდისი 60-ში. იმიტომ რომ იმას კი არ ნიშნავს, რომ უსინდისო იყო. უსინდისო იმ გაგებით, რომ არ ქონდა საერთოდ სინდისი. იმიტომ რომ რაში ჭირდებოდა სინდისი, როდესაც ის დაუცემელ მდგომარეობაში და უშუალო კონტაქტი და ურთიერთობა აქვს ღმერთთან. სინდისი ჭირდება იმას, ვინც დაცემულია. ინდიკატორი სადაც ჭირდება, გაარჩიო კეთილი ბოროტისაგან. და ეს არის დაცემის შედეგად მოცემული ჩვენში. ღვთისეული, უხეშად მოცემული, შემოსილი ადამიანი ამ ფოთლებით, მაგრამ რათა გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და სუმთლად ცხოველი არ გახდეს. და შემოსა ღმერთმა ამ ყველაფრით და გამოდევნა 60-დან. და დღესაც ამ სინდისიერებით ვცხოვრობთ. ღმერთმა მოგცეს ეს სინდისიერება ამ წუთის სოფელში აუცილებელია, ვიდრე მეორეთ მოსვლამდე. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს ამ მარხვის განმავლობაში საკუთარი თავის ცოტა ოდენი გამოსწორება მაინც. ჩვენ გუში ვისაუბრეთ საღამოს ლოცვის შემდეგ ერთ საკითხზე, რომელიც მინდა დღესაც გითხრათ, რომ აუცილებლად ამ დიდი მარხვის განმავლობაში წმინდა წერილის კითხვაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ მრევლი რო ვართ, ეკლესიაში რო დავდივართ და ვეზიარებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კი? მაგრამ ჩვენი ცხოვრება კვირიდან კვირამდე ეკლესიაში 2 საათი გავჩერდებით და მთელი 7-6 დღე ვართ ხშირად წარმართებებით. როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ცხოვრობ ჩვენც. რატო? ერთ პირჯვარს თუ მოვასწრებთ, რომ გადავიწერო და დანარჩენი გრძელდება როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. ადრეც მithქვამს და დღესაც ვიტყვი. აი მუსლიმს რო კითხოთ თქვენ, შენ კითხოთ კი არა, შესთავაზოთ ღორის ხორცი, ის არ შეჭამს.
იმიტომ რომ მისი რელიგია უკრძალავს ამას. მუსლიმი, ხა როგორც ვიცი, რამოდენიმეჯერ ლოცულობს დღეში. რა საქმეც არ უნდა კონდეს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ლოცულობს ქუჩაში, სადაც მოუწევს, იქ ლოცულობს. რატო? თავისი რჯული ეუბნება ესე. ამავე დროს ყველაფერს ასწრებენ ესენი. ადამიანი, ქრისტიანი, რო უთხრა, რომ 40-50 დღე ნუ შეჭამ ხორცს, ღორის ხორცს ნუ შეჭამ, შენი ღმერთი გეუბნება ამას. ღმერთს კი არ ჭირდება ეს შენი ჭამასმა. შენ გჭირდება, რომ მოემზადო რაღაცნაირად. უფრო მეტად ადამიანი იყო, ვიდრე ცხოველი. ადამიანი გეუბნება. მე ხომ მოგდი მშიერიო. აი, ესე იგი, შეადარეთ, ის მთელი ცხოვრება არ აჭამს. 41 წელი კი არა, მთელი ცხოვრება არ აჭამს. იმიტომ რომ ალლაჰმა ესე თქვა. და ამას ეუბნებიან, რომ 50 დღე გაშერდი შენი ღმერთის გამო და კუჭმაც რო დაისვენოს. შეერი მოგდებიო. ეუბნები ადამიანი, რომ დილისა და საღამოს ლოცვები წაიკითხე, რომ რეჟიმში იყო, ეს არ ნიშნავს, რომ დიდი წმინდანი გახდება, მაგრამ რეჟიმში რო იყო, არასალი ადამიანს. 7-ჯერ ლოცულობენ დღის განმავლობაში მუსლიმები, ამას 2-ჯერ არასალია 10 წუთი რო დაუთმოს, სულ 20 წუთი. და სახარება წაიკითხოს 9 საათი. ღმერთს რო დაუთმოს 9 საათი დღე არასალია ამისთვის. და დიდი მორწმუნე გონია ადამიანი. თითოეულ ჩვენგანს დიდი მორწმუნე გონია თავი. ეს ხო უბედურებაა. ხო ჩვენ ვიღაცამ რო შეგვადაროს ამაზე კი არის საუბარი, მაგრამ მართლა რო შეგვადაროს ვიღაცამ და აი მუსლიმები, ქრისტიანები. თქვენი ღმერთი სიყვარულია, კარგი. ამათი ღმერთი სიყვარული არ არის. მაგრამ ეს რა მორწმუნე ხალხია, ნახე, როგორ იცავენ ამას. სწორია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თვითონ ხო ჯერათ ამის. ადამიანი ბერდება ეკლესიაში და დილის ლოცვას ვერ წააკითხებ. ეუბნები ხორცს ნუ არა, არ შემიძლია. ის მთელი ცხოვრება არ აჭამს, ამას არ შეუძლია 40 დღე. რომ გათავისუფლდეს ამ ცხოველური მდგომარეობიდან. მარხვა ხო შენ უფრო ადამიანებს ხვდის, გვამაღლებს ცხოველური ინსტინქტებისაგან. ამაზეა გამოხილება მთელი ყურადღება მარხვისა. მარხვა კუჭის მდგომარეობა კი არ არის. მარხვა არის გონების მდგომარეობა. როდესაც ეს ყველაფერი შენ არ გესმის და შენი ღმერთის გამო არ აკეთებ ამას, იქნება აღზევება ჯერ საკუთარ თავში, ოჯახში და საქართველოში იქნება აღზევება? არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ კუჭებს ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენი გონებიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებთ ამას. და რომელ აღზევებაზეა საუბარი? და რო საიდანაც დავიწყე, ესე იგი, მარხვაში რომელიმე წიგნი ავიღოთ ძველი აღთქმიდან, ახალი აღთქმიდან და აუცილებლად წავიკითხოთ. ყოველ დღე რომელიმე წიგნს სულ არის დაახლოებით 78 წიგნი ბიბლიაში. ძველი და ახალი აღთქმა 78 წიგნია დაახლოებით. რომელიმე 2 წიგნი აიღე ადამიანმა, წაიკითხე. 9 თავი წაიკითხე თუ არა გცალია. 10 წუთი დაუთმენ წმინდა წერილს. როდესაც ეკლესიაში დავდივარ და ბიბლია ჩვენთვის არის აბსოლუტურად უცხო წიგნი, ეს არის სირცხვილი. ეს ქრისტიანობა ჩემო ბატონებო არ არის. ეს არის ზედაპირული პირჯვრის წერები. ქართველი მაშასადამე ქრისტიანი. აი ესეთი გამონათქვამები, ტრაფარეტული. რომელთაც ჩვენ ვამაყობთ. დავითის დროს იყო, თამარის დროს იყო ეს კი გაგება. ჩვენ დროს როგორ არის აბა? დავით აღმაშენებელი ცნობილია ისტორიაში. წიგს კითხულობდა, შემოგვესია მტერიო და გაიქცა რამის გადავარდა სადღაც. წიგს კითხულობდა გასი. მისი საქმე მოციქულთა სულ დახაზული იყო. იმდენად იცოდა ეს ყველაფერი. და ამიტომაც იყო დიდი მეფე და პატიოსანი კაცი. დღეს არავინ არ გითხულობს ამას. ლიბერალიზმით არის შეპყრობილი გონება ჩვენი. ლიბერალიზმი, ანუ თავისუფლება, როგორც ითარგმნება,
არის ის თავისუფლება, რაც ეშმაკისეულია, აი გთავაზობს თავისუფლებას ღმერთის გარეშე. თავად მშიერი უფრო შიმშილში გაგდებს, რომ დანაღდი შენ, ოღონ მოჩვენებითად. ხვალ რო კიდე მოგინდეს, ჩემი მონა რო იყო ყურმოჭრილი. ღმერთი მარადიულს გთავაზობს. და დღევანდელი ლიბერალიზმი მოჩვენებიც. იღავი ვნებების ტყვეობაში. აკეთე რაც გინდა. თავს იხჩობენ ადამიანები. მერლინ მონრო, ყველასთვის ცნობილი ულამაზესი ქალბატონი. მე-20 საუკუნის უდიდესი მოვლენა შეიძლება ითქვას, უგახსნილესი ამავე დროს. თავი მოიკლა. დეპრესია ქონდაო. აი წაიგითხეთ ინტერნეტში. იმ დღეს დამაინტერესდა. იყო ბევრი ისე მოიარა და თავი მოიკლა. ყველაფერი ქონდა ამ ქალს. პრეზიდენტები უჩოქებდნენ. დეპრესია ქონდა. რითი უნდა ქონდეს მთელი სამყარო შენ ფერხთით არის. რატოა ესე? იმიტომ რომ შიმშილი ქონდა. მარადიული არ ქონდა. დამშიებული და ყველა აი დიდი ესეთი მოვლენა, უგახსნილესი ხალხი რო წაიკითხოთ, ყველა იყო დეპრესიაში. რატო კაცო, თუ ყველა შენ ფერხთით არის, რატო ხარ დეპრესიაში გამაგები? იმიტომ რომ შიმშილი აქვთ, მარადიული არა აქვთ, არიციან ფასი ამ ყველაფრისა. მეტი და მეტი უნდა ღმერთობა მოინდომეს და ვინ შესთავაზა? მშიერმა, ეშმაკმა. გადაუგდო სიამოვნება 1-2 ჯერ და თავი მოაკლევინა. რამდენი ესეთი. ხონა დაგვაფიქროს, რატო ხდება? მე ვფიქრობ ხოლმე, როცა გავიგებ აი დიდი ხალხის ცხოვრებას და დასასრულს, მე ვფიქრობ, რატო ხდება ესე? რა პასუხი უნდა გავცე მე, ჩემ თავს, რა პასუხი რატო გააკეთა ამან ეს? რატო იყო ესეთი გამოსავალი, რომ თვით მკვლელობი დაასრულა? ერთადერთი სულიერი სიღარიბე. სხვა მე პასუხი არ მაქვს. შეიძლება სხვაც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესია. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწევთ. მიცოცხლეთ.